სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შენდა კითხვა სვავს ახალგაზრდა, რომელსაც ქვია ულისე. იცით, ულისე ეს ცნობილი სახელი და მას აინტერესებს, ხო? რა ხდის ამ ეკლესიას ყოფთა შედარებით ბიბლიურად უფრო სწორად და სანდოდ? მესეთი ფორმულება გაუკეთე, ბოთ მოусმინეთ ულისეს. სალამი პასტორ ჯონ, გამარჯობათ, მე ულისე მქვია და დაახლოებით 1 თვეა, რაც გრეისის ეკლესიაში დავდივარ. ძალიან კარგი, ეუნება ჯონ მაკარტური. მანამდე 50-იანელთა ეკლესიაში დავდიოდი და ასევე ბაპტისტურ ეკლესიაშიც მივედი. ამიტომ შევნიშნე დოქტრინებს შორის გარკვეული განსხვავებები და ასევე შევნიშნე რამდენიმე რამ, რაც სულაც არ იყო ბიბლიურად შესაბამისობაში. ამიტომ ჩემი შეკითხვა, რა ხდის ამ ეკლესიას სხვებთან შედარებით უფრო ბიბლიურად, უფრო შესაბამის, უფრო სწორად წმინდა წერილთან მიმართებაში. და მე ვკითხულობ ამას გულწრფელად, რათა მზად ვიყო უპასუხო, როდესაც ვინმე ამ კითხვას დამისვავს. და ჯონ მაკარტური პასუხობს, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ადამიანია გულწრფელი, მაგრამ საქმე გულწრფელობაში არ არის. საქმე ღვთის სიტყვაშია. ამიტომ ჩვენ ვიღებთ ამ წიგნს და მის მითითებებს მივყვებით. და არ გვჯერა, რომ ამ წიგნის მიღმა ღვთისაგან კიდევ სხვა დამატებითი რაიმე გამოცხადება არსებობს. აი ეს არის განსხვავება ულისე. მაგალითად, ქრისტიანულ ქარიზმატულ მოძრაობაში, ხომ? თუ მქადაგებელი ამბობს, რომ იესო მეუნება, ისმით, მისი პირით რომ იესო ელაპარაკება ხალხს, რა უნდა გააკეთონ წმინდა წერილზე დამატებით. მაგალითად, თუ მქადაგებელი ამბობს, იცით, ღმერთი დამელაპარაკა და მითხრა, რომ ეს გამეკეთებინა და ან ის გამეკეთებინა. ეს უკვე ძალიან საშიში სიტუაციაა. რადგან თქვენ ამით უკვე ამატებთ წმინდა წერილს თქვენს ფანტაზიებს. ასე რომ ყველაფერი წმინდა წერილის ავტორიტეტზე აგებული. საქმე მხოლოდ ჭეშმარიტების სიტყვის სწორად განმარტვას ეხება. ანუ წმინდა წერილის ზუსტი ინტერპრეტაციას ეხება. და ეს არის ის, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ. თუ ერთი თვეა მოდიხართ, ალბათ იცით, რომ ყველა, ვინც კი ამ ამბიონზე ამოდის ამ კათედრაზე, ხსნის სიტყვას და განმარტავს ღვთის სიტყვას ისე, რომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ მიყვეთ ამას და თქვათ, ნახეთ, ეს სიმართლეა. თქვენც შაიხედოთ ბიბლიაში და თქვენც გადაამოწმოთ, რომ ეს არის ტექსტის ძალიან ნათელი და გამარტივებული ახსნა. განსხვავება ის არის, რომ ბაპტისტებს აქვთ გარკვეული ტრადიციები. ზოგიერთის ტრადიციები ბიბლიურია, ზოგიერთი არ არის. ქარიზმატებს არც ისე ბევრი ტრადიციები აქვთ, მაგრამ მათ აქვთ მუდმივად ზეციდან შეტყობინებები, რომლებიც უკვე კონკურენციას უწევენ წმინდა წერილს. ეს უკვე საშიში მდგომარეობაა. ჩვენ კი უბრალოდ მივყვებით წიგნს და ვახდენთ მის ექსპოზიციას, ანუ მუხლი მუხლზე გარჩევას. და ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს სხვებისაგან. კარგით? მადლობა პასტორ ჯონ და მადლობა თქვენ მოსმენისათვის.